აღარ ვჩერდები აქ, რომ ეს გადაღებული გვაქვს. თავარი აქამდე მოვედით, ეს პირველი, ასე ვთქვათ, ინგლისურად რო ვთქვათ, milestone, ქართულად ამის როგორ არის ეს სიტყვა. დაძლეულია, ეხლა უკვე შევდივართ ტყეში. აი, მე უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის, ჩემი წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში, ამ ლაშქრობაში ყველაზე მაღალი წერტილი. ამ ლაშქრობის 1600 მეტრი, ახლა ვარ სადღაც 1400 მეტრზე, 1500 მეტრზე. ეს შევალთ და მივალთ იმ კლდემდე. მე გამოჩნდება. აბა ნახოთ რა ხდება. და ეს მაღლა არის ამიდასტური, აქ ვართ ჩვენ. როგორც უკვე გითხარით, ჭკვიანი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ რუკა არ არის ტერიტორია. აქ ყველაფერი გაცილებით სხვანაირად არის. სულ სხვა რამეს და შევხვდებით. მაგრამ ჩვენც მაგრები ვართ და ვნახოთ რა იქნება. ეხლა ჩავხედოთ რა ფერდობებია და როგორი ტყე არის. აი დაახლოებით ესეთი რამე გველოდება. ჩასვლა თუ იქნება. ნელ-ნელა შევდივართ ტყეში. აი ხედავთ, ნარჩენილია ნაკვალევი 166-ების ტყის მჭრელების მანქანების და ამ ღარში ჩერდება წყალი. ველოდები მზეს, დათბობას, გზას ვაგრძელებთ იმ კლდოვანი ადგილებისკენ. აქ სიარულის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიაქციო ყურადღება ღარებს, სადაც შეიძლება იყოს წყალი, დარჩენილი ხან გადაფარულია ბალახი და ფეხი არ ჩაგივარდეს. აი მივედით ესეთ ადგილზეც. ესეთი ტბას დაგვხვდა და რამენაირად უნდა ავუარავთ. რაღაცნაირად უნდა ავუარავთ. აი ასე აქეთ მხარეს გადავიარეთ. კიდევ ატალახებულია და ეს სიფრთხილე უნდა დავიცვათ. ერთი ფეხსაცმლის დაცულობის და სისუფთავის მხრივ, მეორეს მხრივ რომ წყალი არ შევიდეს და რა თქმა უნდა ტრავმები პირველ რიგში. იზღა დავჩენია რომ მადლობა უთხრათ ტყის მჭრელებს, რომ აი ეს ბილიკები გვაქვს და შეგვიძლია ვიმოძრაოთ აქ ასეთ ამამად. რა თქმა უნდა აქ არ იქნება ის ფერები, რაც იყო 2020 წლის აპრილში, როდესაც მე ვიყავი ზემოხოდაშნის დედათა მონასტერში. იქ სასწაული გაზაფხულის ფერები იყო ხასხასა, სიმწვანე და ასე შემდეგ. თავარი აქ რაც არის, ეს არის დალაშქრა ახალი მარშრუტის. აი ხედავთ რომ კლდეებამდე რამდენი მანძილია დარჩენილი. პრინციპში იგივე რაც გამოვიარეთ, ოღონდ ის იყო სისწორე. გამოვიარეთ თითქმის ნახევარი. ისე გვხვდება ეს დაჭაობებული და დაგუბებული ადგილები. უნდა შემოვუაროთ. ხედავთ იქიდან მარცხნივ შედარებით უფრო იწკრიტება როგორც ჩანს, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო, კიდევ უფრო მაღლობი დავიჭიროთ. ავდივართ მაღლა, როგორც ჩანს აქ თითქმის ჩერდება სამანქანე. არა, კიდე გადის და კიდე შეგვიძლია წინ თამამად წასვლა. მადლობა გზის მჭრელებს. ისე ვიმეორებ, ეხლა რუკაზეც გაჩვენებთ. სიმაღლეთა ვარდნებ, ჯერ იყო აღმართი, ეხლა მოდის დაღმართი. და
მე როგორც ჩანს უკვე მივუახლოვდებით უკვე კლდეს და იქ იქნება ერთი მკვეთრი ფერდობი, რასაც რუკა მაჩვენებდა 1500 მეტრია და 1600-ზე უნდა ავიდეთ და მე იქ დამთავრდება ყველაფერი. ხა უნდა სამანქანო გზა თითქოს ჩერდება და მთავრდება აი აქ. აი აქ ჩერდება, ანუ ან შეიძლება ხე არის გადმოვარდნილი. სულ სხვა ტყეა, ჩრდილოვანი ტყეა, ხა ამას რა თქმა უნდა დიდად მოუხდებოდა კარგი მზე, ჩვენც არ გვაწყენდა მზე. მაგრამ რას ვიზავთ? ინტერნეტ მიღება საუცხოა, სიმაღლე გვაქვს იდეალური. ჯერჯერობით აი სამანქანო გზა კვლავ გრძელდება. ეხლა ჩავხედავთ GPS, ესე ჩადის სამანქანო გზა, ასე მიდის არ ვიცი სად. კვლავ ესეთი დაჭაობებული ადგილია, რაც თავარია სწორად მივდევთ და ანუ ტყეში არ გვიწევს სიარული. ახლა არის თავისებური გამოწვევა, როგორ გადავიაროთ, მაგრამ მაინც ისევ მაღლა მოგვიწევს უშუალოდ უკვე ფოთლებში და ესე გავლა. ვა, გამოსავალიც არ არის და ვიფიქრობ, რომ კლდეებს ვუახლოვდებით. ვიფიქრობ, რომ მივუახლოვდით ხა. მოსაც მივდივართ. გამოვედით შედარებით მშრალ ადგილზე. ესეთი ლამაზი პატარა მოშიშვლებული მოედანივით არის და თითქოს სამანქანო გზა აქ თავრდება. აქ უკვე ხო, არა, სამანქანო გზა არ თავრდება, კიდე ქვევით მივდივართ, კიდევ გადავამოწმოთ ახლა GPS-ზე, რა ხდება და ქვევით მივდივართ, ველოდებით მზეს, რომ უკვე უკეთესი ფერები იყოს. აი დაახლოებით ეს ადგილზე მოვედით. რა არის ვერ ვიგებ. სად უნდა წავიდეთ, ვერ ვიგებ. აი ახლა უკვე GPS-მა უნდა ითამაშოს თავის როლი, იქ ნახეთ. რაღაც ამაგარი წითელი რაღაცებია. და აი რას გვეუბნება რუკა. ნახოთ, აი აქ ვართ სადღაც. კლდებამდე არაფერი თითქმის გვიკლია, მაგრამ მისვლა საჭირო, მისვლა. აი ესეთ მოედანზე მოვედი, სადაც უზარმაზარი ხეებია მოჭრილი და ჯერ არ ვიცით როგორ უნდა მოიქცეთ, მაგრამ მაინც მგონია რომ გეზდი აი აქეთკენ უნდა ავიღოთ ეს ამ მოედნიდან, აი აქეთკენ უნდა ჩავიდეთ ქვემოთ. გზაც როგორც ჩანს აი ესე ჩადის. როგორღაც უნდა გადავიდეთ იქით. პრინციპში ძალიან სწორად მოვდივართ. აი ეს ადგილია. აი ესე ჩავდივართ. და იქ გამოჩნდა, იმდენად დიდი გამოჩნდა, რომ უცებ შიშმა ამიტანა, სად მოვდივართ მეთქი. ეს რა თქმა უნდა ვცნობ ადამიანის ნაკვალევს, მადლობა იმ ადამიანებს ყოველთვის ითხრეს, რომ გზა ესეც შეიძლება გაგრძელდეს. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, პირდაპირ სამანქანო გზაზე გამოვედით, რაც იდეალურია ჩვენთვის და აი გაჩვენებს და ჯერჯერობით მივდივართ თავქვე. იდეალური გამოსავალი. მთავარია მივიდეთ კლდემდე და მე იქ გადავწყვიტოთ როგორ ავდივართ მაღლა. ჯერჯერობით მოძრაობა საკმაოდ კომფორტულია, მივდივართ თავქვე. ახლა გაჩვენებთ რელიეფს. ამდენს იმიტომ ყვები, რომ ჩემთვისაც საინტერესოა დოკუმენტირება და თქვენთვისაც საინტერესოა თვითონ ეს პერიპეტიები. რუკაზეც ხედავთ როგორ მოძრაობთ. რეალურად აი ეს არ ვიცი ადამიანებს მადლიერების თემაში როგორ ვართ და როგორ არა ვართ, მაგრამ ყოველ დღეში 5 ჯერ უფალს ხო განჩენს და მადლობა უნდა შევწიროთ და Google-ის გამომგონებელს და თვითონ ამ Google-ის რა ვიცი ვინც მუშაობს ამ ყველაფერზე რამდენი მადლობა უნდა შევწიროთ. ქალაქებში, ასეთ ლაშქრობებში, ურთულეს ექსპედიციებში, რა თქმა უნდა ისინი უფრო დახვეწილ რუკებს იყენებენ, მაგრამ ჩემთვის ეს რა თქმა უნდა გენიალური თემაა, რომ მოვდივარ და არც ვწუხდები. რა თქმა უნდა მოვდევ ასეთ გზას, ბილიქს, მაგრამ მთლიანობაში მაინც დარწმუნებული ვარ და ვიცი სადაც მივდივარ. ეს არის ყველაზე მთავარი.
ეხლა ნახავთ და გამოჩნდება ის მთა, რომელზეც ან მოგვიწევს ასვლა, ან არ ვიცი, არ მოგვიწევს. რა ვიცი, როგორ არის აქ გეგმაში. ჩვენ ხო ვიცით, რომ რუკა არ არის ტერიტორია და გამოჩნდა ეს მთა. ამ მთაზე უნდა ავიდეთ, წესით უნდა ავიდეთ. ის 100 მეტრი მაღლობი სიმაღლეში უნდა ავიდეთ, სხვა გზა არ არის. ან შეგვიძლია ესევე დავეშვა და იქ მერე ტყეში ვიბოდიალოთ და რაღაცა და მერე ვეცადოთ, რომ როგორმე გავიკვლიოთ გზა. უახლოვდებით უკვე კლდეებს, ფაქტობრივად არაფერი არ არის დარჩენილი და პირველი გრძნობა იქნება, რა თქმა უნდა, ცოტა შემაშინებელი, აღმაშფოთებელი. მაგრამ მერე თან იმედიც მოვა. ტელევიზიას არ გულისხმობ. ეს თავც უკვე გამოჩნდა, აგერ ქალაქის გამოჩნდა მოყმე გველოდებაო. ეხლა ვითომ რა გეიმთის წვერზე ვაპირებთ ასვლას. ხო, აი აქედან უკვე არც ისეთი მაღალია. რეალურად რო ვთქვათ, აქედან არც ისეთი მაღალი მთა არის, რომ აი რაღაც დაულაშქრავი იყოს და ეხლა თავარია რომ ასასვლელი იყოს. თუ ასასვლელი იქნება, ჩვენ ძაღლს ბედი არ დაყებს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყებს. უფალი ჩვენსკენ. ესე იგი, მოკლედ მოვედით ამ თამდე, რომლის გვესაც გვეშინოდა. ახლა შეგახედეთ და არც ისეთი მაღალი არ ჩანს, დაულაშქრავი არ არის ყოველ შემთხვევაში. რეალურად ალბათ 80 მეტრი იქნება სიმაღლე. აი ამ ძირიდან სიმაღლემდე. დაულაშქრავთ ნელა, თუ სამანქანე გზა ადის ეს 66-ები, გას 66-ები იდეალური იქნება, თუ ბილიკი იქნება. დაულაშქრავთ და ნელა წავალთ. მერე იქიდან წესით უკვე შედარებით პლატო იწყება. მოკლედ გავუყევით ერთი პატარა კიდევ ერთი გუბურა გვაქვს გადასალახი, დანარჩენი არაფერია, თან გადავიღოთ. დაახლოებით ამგვარი ტყე არის, რომელშიც სიარული წესით დიდ დისკომფორტს არ უნდა გვიქმნიდეს. მერე უკვე როდესაც ჩასვლას დავიწყებთ, უფრო დაბალი ადგილებია და ეხლა მივდივართ აი ეს 80 მეტრიანი სიმაღლე. ნუ პრინციპში მანქანა ასულია რა, მანქანის გზა გრძელდება. ღმერთმა დაგლოცოთ. ეხლა უკვე გადმოვედით. უკვე წამოვედით ამ მაღლობზე. თანდათან მაღლდება. აქედანაც ოდნავ ჩანს, რომ კლდეზე ვართ, მთაზე ვართ. როგორ მაღალ მთაზე ვართ, აი თუ გამოჩნდა გავიხედოთ. არაფერიც არ ჩანს. შემოდგომაზე იქნება სასწაული ეს ადგილი. აი ხა იტყობა რომ მოვდოდით ისეთ ადგილზე, სადაც ხდება შემოხვევა, აქეთ მხარეს რაკლდეც არის, ის არ ჩანს. იმდენად გაფოთლილია და ალბათ ფოთლის გარეშეც რო ყოფილიყო ტყე მაინც არ გამოჩნდებოდა, მაგრამ აი უფრო შუქია და ხა შევხედოთ ბილიქს. სად მოვედით? უკვე იწყება წვერთან. თვის წვერთან ვართ ახლოს და ცუდი არ იქნება ეხლა შევადაროთ ჩვენს უშუალოდ რუკას, იმიტომ ერთი გზა მიდის ესე ზევით და ერთი ჩადის ეს და შევხედოთ რაც გვეუბნება ჩვენი რუკა. რუკის მიხედვით შევწყვიტეთ სამანქანე გზის მიყოლა, წამოვედით მარცხნივ მთის წვერისკენ. და ეხლა რაღაც დარჩენილი ბილიკით მივდივართ მთის წვერისკენ და გავალთ პატარა რაღაცა მინდორზე წესით. და ისე მალე არ რა თქმა. აი ხედავთ სადაც უნდა მივიდეთ. აი ესეც ცოტა რთულ ადგილას მოვყევით, ოღონდ იმიტომ რომ არ დავკალკულოთ ჩვენი ძირითადი მარშრუტი, რომელიც მთელი ხაზით გვაქვს შემოხაზული და რომელსაც მივდევთ. წავედით.
აი ბილიკიც ჩანს. ვიღაცის გავლილია. ვიღაცამ გაიარა ნაკვალევი ჩანს. ნაკვალევი რა ვიცი. ცხოველის ძაღლის უფრო ჩანს, მაგრამ ასთავარია აქ ვიღაც იყო. ხეა მოწვილი. ნუ აქ ალბათ თავდროზე მანქანით გადიოდნენ. ამოდიოდნენ. დამოდიოდნენ. გამოდივართ. ნეტა იქაც ესეთი ის იყოს. ეს უფრო სამხრეთი ფერდობია. ეს არის სამხრეთი ფერდობი. შედარებით უფრო მზიანი. იქით უფრო ჩრდილი იქნება, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ისიც ძალიან ლამაზი იქნება. თავიდან დამეზარა დაზუსტება იმის სად მივდივარ. იმავდროულად დამეზარა მწვერვალისკენ წასვლა და პრობლემაც მივიღეთ, მოგვიწია ფერდობზე აქეთა მხრიდან ამოსვლა. იქ რო ცოტა თადარიგი დაგვეჭირა და მთლად სამანქანე გზას არ მიყოლოდით, უკეთესი იქნება. უკვე მწვერვალზე ვართ. ხედავთ როგორი დამრეცი ფერდი ამოვიარეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ავდივართ ძალიან მაღალ წერტილში და უკვე მონასტრისკენ უბრალოდ ჩასვლა მოგვიწევს. 10 საათი ხდება მალე და პრინციპში საკმაოდ კაი შედეგია. მოკლედ ამ სიარულში ბევრისთვის გაუგებარი იქნება, ტყე არის, სულ ერთნაირია და დიდი არაფრით არ განსხვავდება ერთი მეორის საკანეს ადგილები ვითომ მნახველისთვის კამერით. მოვედით მთის ყველაზე მაღალ წერტილში. აქედან რომ ვიხედებით, ერთ წამს გადავიხედოთ, ჩანს რაღაცა, აქედანაც რაღაცა კლდეები ჩანს. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მივყევით წინასწარ გაწერილ დახატულ მარშრუტს. აქაც როგორც ვატყობ, იყო მანქანით ამოსასვლელი, ან მანქანა ამოდიოდა. არის გადაჭრილი ხეები. აი რა ჩანს აქედან, უკვე ჩანს ეს ცნობილი კლდეები და პრინციპში ფოთოლი რო არ იყოს და ხედვის არეალი რო იყოს, რეალურად აი ეს ბილიკებიც მიგვითითებს, რომ აქედანაც შეიძლება ჩასვლა. მაგრამ სად ჩავალთ? მე ამას ვერ ვიტყვი კონკრეტულად, სად შეიძლება ჩავიდეთ ასე. ამიტომ კიდევ ერთხელ დავხედოთ რუკას და გავაანალიზო, რომ შეცდომა არ დაუშვა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, რომ მივყვე ამ ხაზს. ანუ ხაზს გეუბნება, რომ ქვევით უნდა ჩავიდეთ. ბოლო ეგ არის. ანუ ეს იყო ყველაზე მაღალი წერტილი და ვიწყებთ ჩასვლას, რა ვიცი. კიდე ერთ მწვერვალზე უნდა ავიდეთ და მე იქიდან უკვე უშუალოდ ჩავდივართ. ნახოთ აბა რა იქნება. კარგი იქნება და 3D ქონოდა რუკის სახით. ნახოთ აბა. ჩავდივართ ქვევით. ეს არის ჩვენი საქმე. ესე ნელ-ნელა ჩავდივართ, მაქსიმალურად ვთხილობთ. ერთ ხელში ტელეფონი, ერთ ხელში GoPro. აი ესე ფრთხილად უამრავი წაქცეული ხე. ბიჭი. მოჭრიხეს ვეღარ ხვდებით. ეს ვერ ვიგე ბილიკებია და ცხენებით ამოდიან თუ რა არის. არა წესით მივდივართ იქით, სადაც უნდა მივიდეთ. ანუ ერთ მდელომდე. აი ეს როგორც ჩანს, რაღაც ბილიკია წესით. მაინც ჩანს, რომ ბილიკია და ფეხით არ მგონია შეიძლება სოკოზე მოდიოდნენ. მაინც უფრო მგონია, რომ ცხენით არიან ამოსულები. აი ეს ბილიკი. მაფიქრებს, იქით უკვე დურბინით დავინახე, რომ არის აი ეს კლდეები, რაც თავის დროზე როცა ამოვედი მონასტრის სანახავად, მაშინ ნახე და რეალურად უკვე საკმაოდ დაბლა ჩავდივართ, ან ჩასვლა რა, ეს არის ჩასვლა. რა ეს ხედავთ უამრავ გვიმრას, დაქცეული ხეები. ნუ წეს
ესე იგი მეგობრებო, რა მდგომარეობაა, რომ ზოგი სახში ვწერ, ზოგი რაღაცა მწერენ, აინტერესდებია რა ხდება. ზოგი კოორდინატებს გზავნი რომ რაღაცა რო იყოს და ასე შემდეგ და ამასობაში ჩამოდივარ დაბლა ის მთა ეხლა დავინახე რომლის ძირშიც არის მონასტერი უკვე გამოჩნდა შორია ოღონდ პირდაპირით არის რუკაზე მიჩვენებს სადღაც კილომეტრ 800 ოღონდ ჩამოსვლის დროს ძალიან ნელა ილახება მანძილი აქეთ არის კლდეები რომ ხევია და იმის გადასწრივ არის კლდეები და კიდე ბევრი უნდა ჩავიდეთ ასე ვთქვათ და მე უკვე მოვიფიქრებთ პირდაპირ წავიდე მონასტრისკენ თუ კიდევ რა როგორ მოდახაზული მარშრუტით მოკლედ ნახოთ რა არის თავარი თხილად ჩავიდეთ იმიტომ რომ ერთ ხელში GoPro მეორე ხელში ტელეფონი მესამე ხელში ეს ნახეთ რა ლამაზად არის ეს ხე აი იქით უკვე გამოჩნდა ალაზნის ველი სამწუხაროდ ცოტა მოღრუბლული, მაგრამ ჩანს. აი ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა გადავწყვიტო, როგორ მოვიქცე. და გადავწყვიტო, სად არის თვითონ მონასტერი. ალბათ ისე ვერ იღებს GoPro, ამიტომ ტელეფონითაც ვცადე გადაღება. კიდე მოვზუმოთ, რა თქმა უნდა, ხარისხი დაიკარგება, იქნება ოდესმე ობიექტივით შევიძინოთ და უყუროთ ახლა უნდა შევხედო დურბინით. ახლა ვდგევართ ესეთი დილემის წინაშე, ანუ აი ეს მთა რომელიც იქ ჩანს. აი იქით ალაზნის ველია. ამ მთაზე ავიდეთ და მე ჩავიდეთ თუ აი აქვე რა ვიცი ღელია თუ დაბლობია და იქიდანვე ჩავყვეთ. მეგონი ასე ჯობია. ახლა მთავარია ვიპოვოთ ჩასასვლელი. აი ეს არის ის სასწაული ხედები, რაც მე მაოცებენ. რა თქმა უნდა, შემოდგომაზე ეს იქნება სასწაული. ჩვენო ტელეფონითაც გადავიღებ, რა თქმა უნდა და იქით ხედავთ უკვე ალაზნის ველს, იქით გადასწრივ. მე მგონი ალვანია უკვე. ჩამოსვლის პროცესი გვიჭიანურდება, რადგან ფიჩხია, ძალიან ბევრი დაქცეული ხეები, ეკალბარდი და ძალიან დიდი სიფრთხილეა. ფრთხილად ამ ყველაფერი სველია და ძალიან სიფრთხილეა საჭირო. 10 წუთი მაინც დაიკარგა აი ამ მაღლობის დალაშქრაში. ნახეთ, სვეკალი ბარდი, რა ვიცი, ყველაფერი ზედ არის. ყველაფერი აი აქ არის ამ მაღლობზე. აი ამ ადგილზე განსაკუთრებით და ძალიან სიფრთხილე ყველაფერი ტყდება. აი იქამდე გვინდა როგორღაც შეღწევა. მთელი ფილოსოფია იყო აი ამ სიმაღლიდან აი ესე ჩამოსვლა აი აქ. აქ მოსვენება. ხო, აი ახლა უკვე ის ტყეა ზუსტად, რომელიც ყველას გვაოცებს, ყველას აგვაფრთოვანებს და რამდენიმე თვეში იმდენად ლამაზი იქნება, რომ თვალს ვერ მოსწყვეტ და წასვლა არ გენდომება. ტყუილად არ ვთქვამთ, რომ მშვენიერება შენ საქართველო უნდა გერქვას. საოცრება, ნახეთ. ტყე, იდუმალი, სასწაული. ну აი ესეთი ქვებია გასაკვირი, რომლებიც შედარებით დამუშავებულია, ცოტა საეჭვოა, რომ ეს რაღაც ბუნების დამუშავება, თუმცა რა თქმა უნდა ბუნება მგზავნებელია და ბუნება მართლა თუ პრობლემას დასწავლებს. აი ეს კი ვიცით, რომ ნახეთ ადამიანის ნამუშევარია და გავყვეთ აბა ზუსტად იმ ადამიანის ნაკვალებს, სად მივდივართ. ეს გავყვეთ. აი ეს ქვებია, ეს უზარმაზარი ქვებია, იქ თვლიან გაშლილია და ეს გვაფიქრებინეს, რომ აქაც რაღაცა ნაგებობა იყო, რადგან მანქანის ღარი აქაც არის.
მანქანის ღარი რადგან აქაც არის შესაძლებელია რომ აქ ადრე იყო ბილიკები რაღაც მე დაიშალა ან ნაშენები იყო მოკლედ ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ მარცხნივ იქით და შეგვიძლია ჩავყვეთ ამ რაღაც პატარა ღელეს არ ვიცი ფერები ხომ ზე გამოვა და სასწაული იქნება ყველაფერი ისეთ სასწაულია რა ვიცი რას უნდქავ უკვე გძნობ რომ ახლოს ხარ ჩავდივართ აი ამ ღელეს სადაც დიდი ქვებია რაც მე დიდ ეჭვს ვიტოვებს ეს კონკრეტული სამშენებლო მასალა აი ეს უზარმაზარი ქვა აი ეს ქვა ის ქვა აი ნახეთ აქ რამდენია ქვათა მთელი სისტემა აქ რაღაც იყო უდაოდ იყო და ნუ დავაფიქსირებ ეს ადგილი და ჩავდივთ კიდე ქვევით GPS დაიკარგა GPS კი არ დაიკარგა ინტერნეტი აღარ არის მაგრამ ვაგრძელებთ რაც ვთქვია რომ რაღაც პატარა ნაგებობა მაინც რო არ არის აქვს აქ და არ გაგვიხარებს გულს იმით რომ დავინახავთ მივდივართ ისე ვაგრძელებთ ჩვენს გზას უმოკლეს გზას აი აქ მოჭრილი ხეებიც არის ნუ ადამიანის აქტიურობის შედეგი აი აქ ხო იყო ეს ციხე ან პატარა ეკლესია ან ნაგებობა აქ ძალიან დიდი ისტორია ყველა თვითონ ძალიან კარგად მიხვდება ნახეთ რა ამბავი ქვებია დაკარგულია რეალურად ეს არის ალბათ პატარა ეკლესიის ნაშთები რომელიც მთლიანად მოიშალა ხედავთ ამ ქვებს და თან ზევიდან მოდის ალბათ კომპლექსი იყო აქ მეორე სულ სიფრთხილე გმართებს საინტერესოა რომ აღმოვაჩინეთ აი ეს კიდევ ერთი ეკლესიის ალბათ თქვათ ეკლესიის ან რაღაცა პატარა ნაგებობის ქვები ყველგან მეგობრებო დავაკვირდეთ ქვების ზომებს კუთხოვანებას რაც უკვე თავისთავად გვეუბნება რომ ეს იყო სამშენებლო მასალა ან საფლავის ქვები ანუ აქ ადამიანები ცხოვრობდნენ და ეს ხე და ეს ტყე ანუ შედარებით ახალგაზრდა ასე ნელ-ნელა ვეშვებით და ჩავდივართ ამას მინდა სხვა შორის რომ ეს წერტილი დავაფიქსირო რომ შედარებით ადვილად მოსასვლელი იყოს აქ